დღეს ოლიმპიადის მე-12 დღეა, ჯერჯერობით 2 მედალი გვაქვს, ერთი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს, მაგრამ დღეს ქართველი 4 სპორტსმენი იასპარეზებს და დიდი იმედი გვაქვს მედლები წამოვა, განსაკუთრებით ჩვენი ძალოსნების გოიმედება ლაშა ტალახაძე და ირაკლი თურმანიძე შეეცდებიან დღეს წარმატებით გამოსვლას. ირაკლი ნადარეიშვილი და შმაგი ბოლქვაძე კი ბერძნულ რომაულ ჭიდაობაში გამოვლენ, სწორედ მათ სანახავად წავალთ ახლა ჩვენ ოლიმპიურ парკში. Bom dia, bom dia! Sejam todos bem-vindos aos Jogos Olímpicos Rio 2016! ჩვენ ვართ კარიოკა-ორთან, სადაც მიმდინარეობს ბერძნულ რომაულ ჭიდაობაში. შეჯიბრი 2 ქართველი სპორტსმენი ჩაება დღევანდელ დღეს შეჯიბრში. სამწუხაროდ ირაკლი ნადარეიშვილი გამოეთიშა უკვე ასპარეზობა საწყის ეტაპზე, მაგრამ სასიხარულო ის არის, რომ შმაგი ბოლქვაძე მოახერხა ნახევარფინალში გასვლა და სულ ცოტა ხანში დაიწყება ნახევარფინალური დაპირისპირება. სამწუხაროდ შმაგი ბოლქვაძემ წააგო თავისი ნახევარფინალური შეხვედრა სერბ სპორტსმენთან ძალიან დასანანი ორთაბრძოლა დათმო მან, თუმცა არაუშავს ძალიან მალე შმაგის მოუწევს ბრინჯაოს მედლისთვის ჭიდაობა და თუ იგი შეძლებს ბრინჯაოს მედლის მოპოვებას, რა თქმა უნდა, ეს დღევანდელი დღის შესანიშნავი დასაწყისი იქნება. ყველა ჩემს იმედზე იყო და უნდა გამეკეთებინა მედალი და მე შევძელი მოვიპოვე. ძალიან გახარებული ვარ და დიდმადლობას მოვხდი ყველა ჩემ გულშემატკივარს და პირველ რიგში ძალიან გამიხარდა რომ ჩემი ქვეყანა და ჩემი სამშობლო გავახარე. Vocês são da onde? Chokchen. Brasil. Meu nome é Rosemary. My name is Jandira. დღეს მოვიგეთ უკვე პირველი ბრინჯაოს მედალი, შმაგი ბოლქვაძე მოახერხა გამარჯვების მოპოვება, ეხლა კი მივდივარ ძალოსნობაზე და ველოდებით პირველ ოქროს. ოქრო გვინდა. ოქრო. კარგი რაღაცა არის ეს ოლიმპიური ჩემპიონატის ტიტული, მაგრამ ჯერ ვერ ვაცნობიერებ კიდე იმდენად ჩემ ემოციებში ვარ ეს ყველაფერი და ნახოთ მომავალში რა იქნება. თეორიული შანსი იყო რომ მედალთან ახლოს ყოფილიყავი, თუმცა მაგას დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებდი, იმიტომ რომ მეორედ ვარ ოლიმპიადაზე და ვფიქრობდი რომ ჩემი მაქსიმუმი უნდა გამომეყენებინა, ჩემი 6 მისვლა უნდა გამომეყენებინა და საბოლოოდ იქნებოდა თუ მეკუთვნოდა მედალი და აი ესეც გამომივიდა 6 მისვლიდან გამომიყენე 6-ვე და მერგო ერთი კარგი საყვარელი მედალი.